შენი სურვილი საკუთარი თავის ძიება კი არა. სხვა ადამიანებზე საკუთარი პრობლემების დაგვრალება კი არა. უბრალოდ ის რომ მოთქვამდე და უბრალოდ ის რომ საკუთარ უბედურებას მისტიროდე, აი ზუსტად ეს კომპონენტია მნიშვნელოვანი. არანაირად არასდროს სხვას არ დააბრალო შენი უბედურება. შენი უბედურებას და ბედნიერებას მხოლოდ შენი თავიდან იწყება. შენი ემოციები შენი განსაზღვრელია და ნურასდროს ნუ გექნება ის მოლოდინები, რომელიც ძალიან დიდ ტრავმას და ტკივილს მოგაყენებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს არ უნდა ენდობოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ ისწავლო საკუთარი თავის თეფასება და მოლოდინების გარეშე იცხოვრო. რამე თუ მოლოდინების გარეშე გაცილებით უფრო მარტივია აწყვაში ცხოვრება, ვიდრე წარსულზე ან მომავალზე დამოკიდებული, რომელიც კარგავდე აწყვას რეალობას. ეს საჯარო გაშლო კი იქნება სახელწოდებით ვინ ხართ ამ წამს თქვენი ადამიანის თვალით დანახული. როგორი ხართ მისი თვალით დანახული, იმიტომ რომ მასთან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით, მან თქვენთან დაუშვა ეს შეცდომები და აი ხო ვნახოთ ვინ ხართ უბრალოდ მისთვის ამ წამს ამ კონკრეტულ მომენტში. მისთვის ხართ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გადაალახვილა, მოაგვარებინა და საინტერესო შეთავაზებებით აღჭურვა. მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც არის სექსუალური, ძლიერი, მიზანდასახული და ბრძოლის უნარიანი, რომელსაც შეუძლია, რომ ყოველგვარ ტყვიასაც კი აღუდგეს თქვენს გამო. და ადამიანი, რომელიც ასეთ ხედავთ, უბრალოდ ერთ დღესაც აგრძნობინეთ, რომ თქვენ უბრალოდ გამოეცალეთ ხელიდან. რისთვის? იმიტომ რომ ის ძალიან არაადეკვატურად მოიქცა თქვენს მიმართ. და ახლა ზის ჯდამტირალი წყლისაპირსო ტარიელი და ტირის თქვენს ემოციობას, ტირის თქვენს არგასულ მესიჯებს, ტირის თქვენს იმ ქმედებებს, რომელიც არ განახორციელებთ, ტირის იმაზე, რაც არასდროს განგეხორციელებიათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პატივმოყვარეობაზე გადაბიჯებით შეგეძლოთ, რომ განგეხორციელებინათ. მე კი გეტყოდით, რომ ყოჩა, ისე მოიქცე ადამიანებს, როგორც იმსახურებენ და არა ისე, როგორც შენ გინდა რომ მოიქცე მას. როგორც მოიქცევი სხვებს, ისე მოგექცევიან ისინი შენ. ამ თეორიას, ამ აქსიომას, თუ იდენტიფიცირებას გაუკეთებ, ვერასდროს ვერავინ ვერ გადაგაბიჯებს და თუ ვინმე ეცდება ამას, უბრალოდ მცდელობა იქნება და ეს იქნება. მე კი შეგახსენებთ, რომ 7-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ჩემთან სრულ დიაგნოსტიკაზე 50%-იანი ფასდაკლება სრულ დიაგნოსტიკაზე. თუ გაინტერესებს შენ ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, თუ გაინტერესებს ის მნიშვნელოვანი ზურები, რომელიც შენ ცხოვრებაში მოდის, ჩაიწერე პირად კონსულტაციაზე. მადლობა ყურადღებისთვის.